მოგესალმებით. თქვენ მოხდით ახალ ვლოგში. როგორ ახარით? მე ისე ორი შვილის დედა ვარ. მესამეჯერ არ გამიჩენია. ახლა მივდივართ ლილესთან. მაგრამ მანამდე უნდა შევიაროთ Starbucks-ში და ვიყიდოთ ყავა. იმიტომ რომ მეორე ძილი რო დაიძინა ლიზა მეც დავიძინე. სადღაც 10 საათზე და გავიღვიძეთ 12-ზე. ხო და მოვალაგე და ყავა ვეღარ მოვასწარი, ასე რომ რატომაც არა გემრიელი ყავა დავლიოთ. ყველაფერი გვაკლია ცხოვრებაში და Starbucks-ში მაინც არ მოვიკლოთ. ქალბატონსაც უნდა. ამასაც უნდა ყავა ლატე. ცხელი. Thank you very much. ავიღეთ შეკვეთა და ეხლა უნდა დაველოდოთ. ერთ ქვეყანა არის გიჟებიცაოსე რა. აქ ჩანს, იმიტომ რომ ბევრი ადამიანია, ხო ეხლა სად ჩვენ გვიყანა და სად ეს ქვეყანა და განა ჩვენთან არიან გიჟები, ჩვენთანაც არიან, რა თქმა უნდა, ზოგადად გიჟი ჩვენგან მოდის საერთოდ. ხო და უბრალოდ აქ ჩანან, ძალიან მასიურად ჩანან რა და ეხლა ერთ-ერთი შემთხვევა ქალი მოდის და ყველა მაღაზიას, სტომატოლოგიურ კლინიკას რავი, ყველა დაწესებულება შუათიც უჩვენებს. რავი, რატო რა დაუშვა არ ვიცი, მაგრამ დგას და შუათიც მოძრაობს. დამოვიწყოთ თქვენთვის მეჩვენებინა ლიზა მოკიდა ლილეს Starbucks-ის ეს ნამცხვარი ძალიან უყვარს. მე ყავა ვიყიდე და იმას ეს ნამცხვარი. 10 წუთი, ზუსტად 10 წუთი გვაქვს დრო. აი აქ არის ლილეს სკოლა გვერდით. აი ეს ლილეს სკოლა და აი ეს არის ის მაღაზია, რო გეუბნებოდით $1.25 დღეს ყველაფერი შიგნით. და მოდი ახლა შევირბინოთ და უბრალოდ გადავავლოთ თვალი, რისი ყიდვა შეიძლება ამ მაღაზიაში $1.25 ნუ შედიხარ ესეთი მავნე რაღაცა დგას აქ. და უკვე დაწყებული ჰელოუინის ნივთები და ამბები. აქეთ არის საახალო წლო სათამაშოები უკვე შემოტანილი. ისე ყველაფერი ღირს $1.25. აი ყველაფერი $1.25 ღირს ეს ყველაფერი რასაც ხედავთ აქ. ეს პლასმასია რა თქმა უნდა. ისიც არ ვიცი რა არის ანათებს მგონი. ეს $1.25 რასაც ხედავთ აქ. აი მაგალითად ხა ეს ერთი ცალი ეს $1.25. ესენი ყველაფერი აბსოლუტურად. აი ესეთი ყველაფერი. აქეთ არის ხო მაგალითად აი ეს ფანქრების ნაკრები. რამდენი თალია შევინე? $1.25. რასაც ხედავთ აბსოლუტურად ეს რა უბედურება. ესენი ყველაფერი, ნახეთ რა საყვარელი ჭიქებია ჰელოუინისთვის. $1.25. ყველაფერი აბსოლუტურად. აი ესეთი რაღაცეები. ცოტა გადათვალიერებინოთ და ესეთი რაღაცეები ყველაფერი. ყველაფერს იყიდი მაგფასად. ცოტა ისეთი დეტალები, აქეთ დაბადების დღეს ისინი არის. სანთლები და რაღაცები რა. ესენი კიდე ალაგებენ რაღაცებს.
აქეთაც არის დაბადების დღეს რაღაც. ეს გავიტევით ნეტა. ყველაფერი, აი ბუშტების ნაკრებები, ბევრნაირი ძალიან $1.25. აქეთ ეს დასაცელი აქვს რაღაცები თავსები. ეს ყველა ზომის არ აქვს მნიშვნელობა $1.25. ეს პატარები $1.25, ოღონდ 3 ცალია თუ 2 ცალი. დიდები თითო ღირს $1.25. აქ დაბადების დღეს პარკები. ცეფ-ცეფ განახოთ. აი მაგალითად ეს ხსნარები ხო? ჰიგიენური, ვანის, კუხნის, რა ვიცი. ყველაფერი აბსოლუტურად. აი ფანჯრის სითხეები. აი ყველანაირი სისუფტის რა. დალაგების საშუალებები ღირს $1.25. ხელთათმანები, ფუდები. აი ესეთი რაღაცები ხო, აი ესეთი კომეტი რაღაცა. ყველაფერი ღირს $1.25. უცებრო განახოთ რა. აი საკვები რაღაცები ახაც ყველაფერი. იქეთ კონტეინერები არის. სნეკები. აბსოლუტურად ყველაფერი. $1.25. აი შეგვიძლია. ყველაფერი. ეს ნამცხვარი, ესეთი პეჩენია. აი აქეთაც უცებ განახებთ აი საპნები. აი ამ ხელა ბოთლით არის, პატარებითაც არის $1.25. ესეთი საპნები ჩვეულებრივი აი აღალჩილო. ეგენს $1.25. აქეთა ესეთი შამპუნები, ბოთლები. $1.25. ეს რა დუშკელია? ბადიოშია ხო? $1.25. აი აქეთაც რავი, აი სულ ეგენი ალაგია აი. ძალიან მაგარი. ხალის კრემები რა. აქეთ პომადები, წენები, ფუნჯები, მაკრატლები. აი რავი რა, მანიკური გინდა რავი. ყველაფერი $1.25. ჩანთები რაღაც. თეფშები, აი ნახეთ ჭიქები. ესეთი კართან დასაგები $1.25. აი ესეთი ამბები რა. ან როგორი ვარიანტია, იცი? საქართველოში ლარიანებს ვეძახით, მაგრამ ლარის გარდა რო ყველაფერი ღირს შეგნით ან ყველანაირი ფასი რო არის. აქ მართლა $1.25 ღირს, ანუ ყველანაირი ხუმრობის გარეშე. ჰალელუია. აი ესეთი აქ შევდივარ ხოლმე და რაღაცეები როცა მჭირდება სამზარეულოს ქაღალდები, კონტეინერები, რავი რას ვყიდულობ ხოლმე კიდე. ჭურჭლის სტილოებიც, ყველაფერს ვყიდულობ აქ. საახალწლო სათამაშოების შარშან აქ შევიძინე. მოკეთ. კარგია რა. დამიწერეთ თქვენი აზრი. აი ეს სკოლის გაფორმება ფასადი ხო აი ეს ჰარი პოტერის ფილმს მაგონებს სულ. ნახეთ როგორი კოშკები ვითავს რა ლამაზია რა. ციხეებს გავს ამერიკის სკოლები. როგორ ფიქრობთ თქვენ გავს ახლა ეს ციხეს? მაინტერესებს თქვენი აზრი. ადრე მოვედით დღეს. ხო და ჩამოვჯექი კიბეზე, სკოლის კიბეზე. ამას რო აჩერებ კალიასკით, მე იფხიზლებს ხოლმე და დავლევ ყავას. წყნარად შვიდად ჰაერზე. დაველოდებით ჩემ გოგოს. რაც შეეხება ჩემი შვილის სახელს რა. ესე იგი ძალიან ჯიგრულად გთხოვეთ. აი ესე ძალიან დაკონკრეტებით, დაწვრილებით აგიხსენით, რომ არ თქვათ ლიზი, კოლიზი. მაგრამ ზოგიერთმა ვერ გაიგეთ რა. ასე რომ ჩემგან ნაწყელი მუდარჩებით, დაიწერება კიდე ლიზიკო, რაც არ უნდა ტკბილი კომენტარი იყოს. დაგბლოკავთ.
კიდე ერთ აკაუნტს გააკეთებთ, კიდე დაწერთ რიზიკოს, კიდე დაგბლოკავთ. ანუ ყველას დავბლოკავ უკლებრივ, ვინც აითვალისწინებს ჩემს ნათქვამს რა. ოკეი? კიდე ერთხელ თუ დაიწერება ლიზიკო. რა ვთქვით, რთული, რა გთხოვეთ რთული, არ ვიცი, მაგრამ აი სპეციალურად რა, ანუ არ მისმენთ ჩემ ბლოგს ბოლომდე არ უყურებთ და საერთოდ მიყვარს ეგეთი და გამომწერების ვინც გადახვევით უყურებს თავის საყვარელ ბლოგერს ხო ესე ვთქვა თუ გამოწერილი ყავარ ესე იგი ინტერესი ვარ ხო შენი და რატო უნდა მიყურო გადახვევით იქნება რას ვიძახი იქნება რას ვკითხულობ ან ბოლომდე რო არ უყურებთ ესეთი გამომწერების მიყვარს ზოგადად ხა მე ვისაც ვუყურებ 1-5 წამითაც არ გადავახვევ იმიტომ რომ მაინტერესებს იმისი მთლიანი ვლოგი იმიტომ ველოდები იმას ხო ან არ მომისმინეთ სადაც მაგ მომენტში სადაც ვამბობ იმ მომენტამდე არც მისულ ხართ და გადაახვიეთ ან მომისმინეთ და ფეხებზე დაიკიდეთ და ჩემთვის ორივე ერთ და იგივეა რა არ მოსმენას და მოსმენილის ფეხებზე დაკიდებაც რა და ასე რომ ოკეი მე ვიცი როგორც მოვიქცევი ამის შემდეგ რა ლიზიკოს თუ დაწერს ვინმე
მე? You want to touch the baby again?